ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტუმრობს, სადაც შემდგომის ყვავილების გამოფენისთვის ემზადებიან. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ შემდგომის სეზონი ბოტანიკურ ბაღში განსაკუთრებულად ლამაზია და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამფერებს ერწყმის შემდგომის ყვავილების ფერადოვნება. ნინო, მეც მოგუყვება რა თქმა უნდა გამოფენის შესახებ. დილამშვიდობის ნინო. ნინო, მოგესალმებით ფერადი გარემოდან. დილამშვიდობისა. შემოდგომის თბილ ამინდებში რას უნდა ვესტუმროთ თუ არა თბილისის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც ტრადიციულად ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. აქ წარმოდგენილი იქნება ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება, ტროპიკული მცენარეების ორანჟერეის კოლექცია და თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია. თუ რა იქნება ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ამის შესახებ უფრო ვრცლად მოგუყვება ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფო სოფო, დილამშვიდობისა და მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ტრადიციულად ბოტანიკური ბაღი ყოველთვის მასპინძლობს ხოლმე, ხომ? ყვავილების გამოფენას და რომ გითხრათ, წელს რა იქნება წარმოდგენილი და რა სიახლე გაქვთ? დილამშვიდობისა, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. წელს უკვე მე-7 იმართება ყვავილების გამოფენა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით. ყოველწლიურად რაღაცნაირად უფრო და უფრო მეტი კოლექციით ვართ წარმოდგენილები, ასევე უფრო მეტი მონაწილე ყავს ხოლმე, სანერგეებს გულისხმობ. საკმაოდ მასშტაბური იქნება წლევანდელი გამოფენა გაყიდვა ყვავილების. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯიშის ქრიზანთემა, როგორც ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ასევე როგორც აღნიშნეთ, მონაწილეები გვეყოლებიან. რაც შეეხება ჩვენს კოლექციას, თქვენ თავად ხედავთ, როგორი დიდი სილამაზეა ჩვენთან, რამდენიერი ფერის და ფორმის ქრიზანთემა წარმოდგენილი და ამ შაბათ-კვირას ვფიქრობ, რომ 1 და 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 12 საათიდან 6 საათამდე ყველას ელოდება ულამაზესი სანახაობა, ძალიან ფერადი, სურნელოვანი უქმეები, ასე რომ ყველა უნდა გვესტუმროს, გარდა ყვავილებისა იხილავთ საინტერესო საგამოფენო სივრცეებს, როგორც არის მაგალითად შემეცნებითი ილუსტრაციები ყვავილების შესახებ, საინტერესო ფაქტების შესახებ, ასევე იქნება ეკოშემეცნებითი აქტივობები, გვექნება საინტერესო ხელნაკეთი ნივთების თემატური გამოფენა გაყიდვა და საშემოდგომო გვირგვინების მასტერკლასი და რაღაცა მოკლედ ერთი ძალიან საინტერესო შაბათი კვირა გველოდება 1 და 2 ნოემბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. ასე რომ ველოდებით ყველას, ვისაც უყვარს ბოტანიკურ ბაღში ზოგადად შემოდგომის პერიოდი და ვისაც უყვარს ქრიზანთემები. დარწმუნებრივად ძალიან ბევრი ადამიანი გაატარებს უქმებს ბოტანიკურ ბაღთან ერთად. დიდი მადლობა სოფო. ჩემთან ერთად ასევე არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთის კურატორი ქალბატონი ეთერ გოგიტაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ეთერ. უპირველესად რომ გითხრათ, ქრიზანთემების გავრცელების არეალი როგორია მსოფლიოში და ბოტანიკურ ბაღში რამდენი ჯიში არის წარმოდგენილი? გავრცელებული თემ სოფლიოშია გავრცელებული, ასე ვთქვათ. აი სახეობის მიხედვით 200 სახეობა იზრდება თემ სოფლიოში, თუმცა საქართველოში ველურად არ იზრდება. მაგრამ ეს ველური სახეობები არის ისეთები, რომლებიც ფიტოდიზაინშიც გამოიყენება და რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, აქ წარმოდგენილია ჯიშები. და 150-მდე ჯიში არის წარმოდგენილი, შეიძლება ყველა არ იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი, მაგრამ იმიტომ რომ ქრიზანთემები ეყოფა საადრეო, საშუალო და საგვიანო საადრეო ჯიშები თითქმის უკვე გადაყვავდა, არის ჯიშები, რომლებიც თითქმის ივლისიდან ყვავის და აი ეხლაც კი ყვავის, აი რამდენი გამოდის, არა, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი 3 თვე. აქ წარმოდგენილია 150-მდე, 100 ინტროდუცირებული და 50-მდე ჩემს მიერ გამოყვანილი ჯიში ძალიან კარგი, რომელიც კი არ ჩამოუვარდება ინტროდუცირებულ ჯიშებს, არამედ ყველანაირი მონაცემებით, ვიზუალში, გამძლეობით, გამრავლების კოეფიციენტით და ყველა მონაცემით მართლაც აჭარბებს აი ინტროდუციული ჯიშები შეიძლება აი
იყოს დაუშვათ აი ვიყიდეთ რაღაცა ჯიში არა და მინდა რომ გავამრავლო შეიძლება ერთი ამონაყარიც არ მოგცეს ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივად თუ იქნება ჯიშები გამოყვანილი ინტროდუცირებული რო სხვა გარემო პირობებში გადაგვაქვს ფენოტიპი ეცვლება ყველანაირად იცვლება რა მოკლედ უარესობისკენ ასე ვთქვათ და არა უკეთესობისკენ მადლობა. საინტერესოა ასევე შემოდგომის სიმბოლოს რატომ უწოდებენ ამ ყვავილს? აი, იმიტომ უწოდებენ, რომ ქრიზანთემა ყვავილია შემოდგომის, ასე ვამბობთ. საქართველოში ქრიზანთემას სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელები აქვს. აი, კახეთში მაგალითად შემოდგომურა ბუტია, შემოდგომის ყვავილი ქართლში მამულა ყვავილი, სამეგრელოში ნახეთ რა ქვია, ზოთუნჯიში ვარდი, ესე იგი ზამთრის ვარდი, შემოდგომის ვარდიო. ესე იგი, აქეთ აი ბუნებრივად გამოდის, რომ ქართლში მამულა ყვავილი ქვია. ბუნებრივად გამოდის, რომ ქრიზანთემა ყვავილია შემოდგომისა. კი, შემოდგომის ყვავილია, მაგრამ ახლა დღეს ისეა განვითარებული ეს ამ კულტურის ტექნოლოგია ნებისმიერ ქვეყანაში, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, აი რატომ არის, რომ ჩვენი ბაზარი გაჯერებულია ჰოლანდიიდან და რა ვიცი, რომელი ქვეყნიდან გინდათ, რომ არ ხდება ჩამოტანა და რეალიზაცია. ამიტომ შემოდგომის ყვავილი ძირითადად ბუნებრივად რომ აიღოთ შემოდგომაზე ყვავის ეს მცენარე და ის უკვე ხელოვნური ამბავია რომ თქვენ სად გამოგყავთ იქ საორანჟირო კულტურაში ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე რეგულირება ხდება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ გქონდეთ ქრიზანთემის ყვავილი და იმიტომ არის რომ აი ბაზარში რა გინდათ რომ არ შევქონდეთ და ჩვენ აქ ყველაფერი მსხვილ ყვავილას ნუ ქრიზანთემა იყოფა მსხვილ ყვავილად, წვრილ ყვავილად, ამათ შორის გარდამავალი დეკორატიული ჯგუფი, ეს ყველაფერი გამოყვავს ღია გრუნტში ჩემო საყვარელო და ძირითადად რადგან შემოდგომის ყვავილიაო ვამბობთ, ამიტომ შემოდგომაზე ყვავის და იმიტომ ვამბობთ. ქრიზანთემას მეორე სახელიც აქვს ადრაგუნი. მაყაშვილის ლექსიკონში არის ადრაგუნი, ოქროს ყვავილი, ჩუბინაშვილის ლექსიკონში ადრაგუნი, ოქროს ყვავილი. სულხან-საბა მოიხსენიებს, რომ ადრაგუნი ყვავილია ვისრამიანშიო. აბა ეხლა წარმოიდგინეთ, რომ სულხან-საბას ლექსიკონში ისე უბრალოდ ადრაგუნი არ მოხდებოდა, თუ ეს ყვავილი არ იქნებოდა ცნობილი საქართველოში და ყველაზე აი ევროპასთან, ამერიკასთან შედარებით საქართველოში უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე, რომ მე-17 საუკუნეში უკვე კარგად ცნობილი იყო საქართველოში ეს ყვავილი. აი ესეთი ისტორია აქვს და საერთოდ ძალიან სიმბოლურია, აი ჩინეთში ძალიან სიმბოლურია. ეს ნიშნავს ქრიზანთემის ყვავის შეყვარებულს რომ მიართმევ ჩინეთში და იაპონიაში ეს არის მუდმივი სიყვარულის სიმბოლო. აი სიძლიერის სიმბოლოა, ყველაფერი სიკეთეს და სამკურნალო დანიშნულება ძალიან ბევრია. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიტყოდი ასე რომ ძალიან გაუმარცხლად ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემებს, რომ თქვენაირი პროფესიონალი და რაც თავარია თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი უვლის და ზრუნავს მათზე. და მე საპატრიარქოს კოლეჯში ვასწავლი, ძალიან კარგი სტუდენტი, ძალიან კაი სპეციალისტები ყალიბდებიანი, კაი არაჩვეულებრივი, მართლაც აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძალიან მაღალ დონეზე მიდის მებაღეობის სწავლება და ძალიან ორგანიზებულად არის იქ და იქაც შექმნილია კოლექცია სტუდენტების ხელით და ჩემი ხემძღვანელობით და აი ეხლა საშემოდგომო გაფორმება სამების ეკლესიის წინ საპატრიარქოში აი ამ სტუდენტების გამოყვანილი, გამრავლებული, დარგული, აღზრდილი მცენარებით არის გაფორმებული უნიკალური ჯიშებიც, აი ჩემს მიერ გამოყვანილი ეთულია, სოფია და ბევრი კიდე სხვა ახლა ყველა სხვა ჩამოგითვლით. მადლობა, დიდი სამწუხაროდ დროში ვართ შეზღუდულები, დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, ბოტანიკური ბაღი ძალიან საინტერესო სანახაობას პირდება ჩვენს მაყურებელს და შეგახსენებთ, რომ 1 და 2 ნოემბერს გაიმართება თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა.
მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. სოფო, შენ რომელიც მოგეწონა, აირჩია და ჩუქნი პრობლემა არ არის, რაც მოგეწონა შენი იყოს. კარგი, ეთერს გარეთ მე. კი ბატონო.